ამ ვიდეოში ნახავთ როგორ წავიდა ისრაელის გუნდი ქუთაისში, როგორ საქართველოს ჩემპიონატზე და როგორ ჩამოვიტანეთ იქიდან 4 медали, აქედან 3 ოქრო. წავედით. ჯერ გავიცნოთ ჩვენი გუნდის წევრები. ეს სამხარა. ისე გავიბერე ახლა შევჭამ. მერე ცხოლში ვიბერე ამბე. მერე კიდე შევჭამ. ეს კი ლუკაა ჩვენი ხასიათის მთავარი შემქმნელი და ისრაელის 90 კილოგრამ კატეგორიის წარმომადგენელი. ეს კი ლაშა 120 კილოგრამს წარმოადგენს ჩვენს გუნდში. ეს კი ჭაბუკა ჩვენი გუნდის ტრენერი და გუნდის კაპიტანია. ეს და XL-იზოვა. ნამცეცაგი ჩვენი გუნდის ვიცე-კაპიტანი და სტრონგმენის საქართველოს მომავალია. ხშირად სპორტსმენისთვის აუცილებელია არის კვება, შევიარე გორში, მარკის საშაურმეში, სადაც აფილა რამდენი ხა? 6 ისიც იმიტომ რომ ბოში დედლენ არ მიჭაფა. შენა 5 ჩემი ეგრე ცუდი არ ყოფილა პროსტა. სამნახევარი. ყოფილა შეჭება. ფულია გადახდილი, წვეთი არ დატოვაში. ამი შემდეგი ჩავაბარეთ სიასაჯიბრო წონა, სადაც წონაზე ჩავაბარეთ 10 კილოметრები, ასკოჩი გამოდიოთ და ჩავაბარეთ 95 და ჩაცმული. აბა 10 კილოметრები რო ჩავაბარე, გვაქვს მოგები ის. წონას არ აქვს მნიშვნელობა, დანარჩენს ხალ ნახავთ. ნახავთ აღარ ნახავთ. მის შემდგომ კი გავაგრძელეთ გზა ქუთაისის სიამაყე ბიკენტია საკავაბისკენ, რომლის დაგემოვნების გარეშეც ქუთაისიდან ვერ წამოვიდოდეთ ფიზიკურად. ლუკა არა გქონდა რა შენ გასინჯო. აი თელი ცხოვრება მესმის ბიკენტია საკავაბი, აი დედის ტყლელი და პირველი კაბაბი და კაბაბი იყო აი კლის ფორმა. 10 კილოგრამ გადაწყვიტა ტრენერს საჩუქარი გაუკეთოს და კინდერ სიურპრიზი აჭუქა. უკადრო დადგა სამედიცინო დახმარების, სადაც მისტერ ჭაბუკამ გადაწყვიტა რომ გააკეთოს გადასხმა და ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩაატაროს, რომელსაც ნახავთ ეხლა. კედლის ფერი ისეთია, ან კამერაში ისე ჩანს, აი ესე რო გადაგიღოთ. ჩემი კარგი მოყან მარიოპოლის ავოტყობ და აწერე თუ გინდა. ამ ხელაში კიდე ჭაბუკა. აი კიდე დაიმს. ამ სიგზეს რო ჩამიდგა, აი კიდე გაუჭირდა ჩახვიდა. ვისთვის მოგწევი კეთი ოთხმა მაიქინა აი ეს. მე და სასტელი ჯიზგის გააგე. უგაკეთე. Picho bagrazio, იმედა ბაკანკალე, ნახის კი ჩამარა. ხვიდოდი იმათან ცხელო და ტანზე სულ უნდა გაგეხადა და რბინა თითქოს ნუდისტურ პლიაჟზე იყავი, მაგრამ როგორც კი შემოხვიდოდი ჩვენთან, დუბლიონკა უნდა ჩაგეთ. ყველაზე ცუდი მომენტი რაც ლივის ჩავრთეთ გათბობა, მაგრამ ჩვენმა ვიცე-კაპიტანმა ნიკა ლეკაიძემ აი სოფლიოს სტარი რო უნდა გახდეს მალე. აქედანვე იცოდეთ რა არის ეგ ადამიანი. შემოვიდა, დაინახა ჩართული გამათბობელი და ისე გაგვითიშა რომ ვერ ჩავრთეთ საერთოდ. აღარ ჩაერთო ის გათბობა. გათენდა შეჯიბრის დღე, წავედით ჯერ გავაღვიძოთ და მოვემზადოთ შეჯიბრისთვის. ძინა უთქვი ჩემისევ თქვენა. მოკლედ აქ ვარ მაგარი გამოუძინებელი რა, იმიტომ რომ ლუკამ არ დამაძინა, აი ერთი წამი არ მქონდა თვალი მოხუჭული. ნუ გადათენებულები რა, მე გამოვედი გადათენებული. ჩემი თანამეცხოვრე გამოვიდა, აი გამოძინებული რა. და თავიდანვე გავაფრთხილე სამხარა, რომ შენ ჩემო თახში რადგან ხარ, უეჭველი როგორც კი დავწვევი საწყობში, ეგრევე უნდა მომასწრო მეთქი ჩაძინება რა, თორე ვერ დაიძინე. ან მომასწრებ დაძინებას, ან არა და ჩათვალე უძილო გამოყვა შეჯიბრზე, მაგრამ ასე გადაწყვიტა სამხარამ, რომ ხამე უნდა ემესიჯა ვიღაცასთან. რავი, შეიძლება გამოგიპაროთ, მაგრამ აქ რას აკეთებ? რავი, 300 არაგველის ფონზე რო იღვიძებ კაცი. ეს მოძრაობა, რავი.
კაროჩე, ლუკა რო ხურდება დაიმახსოვრეთ რა, ეგრე არ ხურდება ჩვენთან არავინ რა. ყველაზე მაგარი გახურება აქვს ლუკას. შეჯიბრი იწყება გახურებით, პრობლემებრივად. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყოველთვის, ეს არ უნდა გავუწყოთ არასდროს და ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, როგორ აწევ წონას, როგორი იქნება შენი გამოსვლა, როგორი იქნება შენი უსაფრთხოება ამ მძიმე წონების აწევისთვის და ყოველთვის დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ გახურებას, რასაც ვცდილობთ, რომ ყოველთვის გავახსენოთ. შეიძლება როცა გამოდიხარ, ყველანაირად ეს ემოციებში ხარ რაღაც და რომ არა სხვა ფიქრებში ხარ და ზუსტად მაგიტომ ვიდექით იქ მენს და კაპიტანი ჭაბუკას რო გამოხვალ რა, ყოველთვის ცოდე რომ ეგრევა. უნდა შევეცადოთ რომ ამოსზე უკეთესი იყო ვიდრე ვარჯიშზე. ეხლა ამოსზე რო ახვალ, ხო აი აქ როგორც გაწובה წონა, იქ ადრენალინი რომ მოგაწובה წონში, უფრო უნდა ჩატე იყოს წესი რა. ანუ არ დაგაბნიოს ხალხის იქიდან ყურება, ზემოთ რო აიხედები, ამან შეიძლება მოგანათოს თვალებში. უფრო მეტი განცდა, უფრო მეტი ადრენალინი და შეიძლება გათიშვის პირასაც მიხვიდე, მაგრამ არ უნდა დაიბნე რა, პირველი გამოსვლა და ნენელა ისწავლე რა. არ აიბნე არაფერში. ჩათვალე რომ დარბაზში როგორც გამოდიხარ, ისე უნდა გამოხვიდე იქაც. აქ უკვე იწყება შეჯიბრი ჩვენი კლუბიდან გავხსენი მე. პირველი მოძრაობა იყო ზერხერი. ცოტა აღელვებული ვიყავი, საიდან გამომდინარეც დაგვემართა პატარა კურიოზი, რომელსაც აიხლა ნახავთ. წესები მანამდე ვიცოდით, უბრალოდ აღელვებიდან გამომდინარე ეს წესები გადამავიწყდა და მეგონა რომ პირველი წლის მერე აღარ მქონდა იმის შესაძლებლობა რომ კიდე ერთხელ მეცადა 180 კილო ზერხერი სავარჯიშო წონა იყო ჩვენთვის. ისეთი დამუშავებული წონა იყო რომ ამით საერთოდ არ უნდა დაგვეწყო, მაგრამ დაბნეულობა მაინც თავის იქნა და პირველ ცდაზე, პირველი მისვლის პირველ ცდაზე და ჩავაგდა ეს წონა. ხო, მოვუბრბოდი ფიცარნაგიდან. მეგონა რომ აღარ მქონდა დარჩენილი მისვლა, მაგრამ ჩემმა ტრენერმა მან დასტოპდიო. შემაბრუნა ისე უკან და მეორე ცდაზე უკვე ჩაითვალა ეს წონა. ორივე მამოძრაობით დაიწყო ესე ვთქვათ შეჯიბრი და ორივემ ერთი და იგივე შეცდომა დაუშვა. მივიდნენ უცებ ეს ემოციებით ალბათ რავი და უყურადღებოდ. ყველაზე მთავარი შეცდომა რაც არის და აკეთეს დიდი შეცდომა ის რომ ღერძი არ დაიჭირეს კარგად და ღერძმა უბრალოდ წინ წაიღო და ხელები გაახსნევინა. თავიდან ახლა რომ უყურებდით გვეგონა რომ უბრალოდ ღერძის ბრალი იყო, იმიტომ რომ შტანგისტური ღერძი იყო და როგორც წესი იცის ეს დატრიალება და უფრო ტრიალა ღერძია, მაგრამ მევიდა სამხარა, ამოწია დაუვარდა რა ვიდეოში ჩანს და შემოვარდა ვაიმე პანიკებში რომ აუ ძალიან ტრიალებს შტანგად და ძალიან რთულია. შევიდა ლუკაც შევიდა, ეხლა ლუკას ჯერი მოვიდა, გამოვარდა, აუ ტრიალებს დაპანიკებული რა. იმდენად დამძაფრეს, რომ ვაიმე რთულია და ვაიმე ძალიან ტრიალებს. ჭაბუკასთან მივედი და მზად ვიყავი რომ ამომეწია სოფლიო რეკორდისთვის ვიყავი მზად და მივედი ჭაბუკასთან და ვეუბნები მეთქი ხوار გავინაღდო და 200-ით ხوار დავიწყო მეთქი. როცა უნდა დავიწყო 220-ით. რომ შეგვეშვა თოკო სოფლიო რეკორდზე, რაც არის ზერხერის მოძრაობაში 260 კილო იყო რეკორდი და ჩვენ შევიყვანეთ თოკო 261-ზე. ნუ სამწუხაროდ ეს წონა ვერ დაძლია, წინ ევროპა და სოფლიოა და არ არის გამორიცხული 261-ის, მაგრამ 70-იც გავაკეთოთ. პირველი სოფლიო რეკორდი იყო, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვიყავი 94 კილო ჩავაბარე და გამოდიოდი 105 კილოგრამ კატეგორიაში, როცა შემეძლო 2 კილო და მეკლო და გამოსულიყავი 90 კილოგრამ კატეგორიაში. სოფლიო რეკორდი, სოფლიოში ყველაზე დიდი წონა შენ კატეგორიაში. იქ გვერდიდან ხალხი გამხნევებს, აქედან გობრები, გუნდის წევრები და ემოციებში ხარ სასწაულში. ერთი სული გაქვს რომ მიხვიდე და შტანგა გადაღუნო აწიო. მივედი, რადგან ძიმე იყო, ვეღარ ვქენი ფიზიკურად და აი აქაც ჩანს რომ სოფლიო რეკორდზე მიდიხარ და გივარდება და აი მაგროს გრძნობ ვარსკვლავებიდან დაცემას და ხვდები რომ კიდევ ბევრი შრომა მოჭირდება აქამდე მოსასვლელად რა. კილოაცია ლაშამ თავის მესამე მისვლაზე. საკმაოდ დამაჯერებლად, რადგან ლაშას ძლიერი ოვერჰედი აქვს და ამ მოძრაობით მოიგო ეს ცალკეული მოძრაობა. სერიოზული შედეგი გააკეთა 80 კილო წონის კატეგორიისთვის, ეს იყო 180 კილოს ამოწევა. რა თქმა უნდა, კიდევ ქონდა მეტი საწევის შანსი, მაგრამ 300 კილოზე შეუშვით და რაღაც სულ ცოტა დააკლდა. ესეც არაფერი არ არის, შეჯიბრია, როგორც მანამდე ვთქვი, ყველაფერი ხდება და წინ ევროპა და სოფლიოს ჩემპიონატია და იქ წარმოდგენაც კი არ გაქვს და იქნება და რა გელით. 300 უკვე იქ ალბათ სოფლიოსთვის საწყისი წონა იქნება. თოკომ 290 აწია მეორე მისვლაზე საკმაოდ დამაჯერებლად.
და უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ გჭირდებოდა 310 კილოს ამოწევა, შეუშვით თოკო 310 კილოზე, მაგრამ მანდაც ძალიან ცოტა დაგვაკლდა. არიფაზა, რასაც არიფაზა ქვია, ვინც ხვდებით და ვინც იცით რა არის მიხვდებით. უბრალოდ იქ გაიწედა რა და ყველაფერი როგორც მანამდე ბევრჯერ თქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წინ არის. ეგ არის მოძრაობა, პირველ მოძრაობაში უნდა ჩადო ყველაფერი. მივედი პირველ ჯერზე, ცადია წევა და ვერ წამოვიდა. მეორეჯერად ცადე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერა. თავზე ძალა არ არის, ჩემი მოგონილი შევიდა წონაზე და ამოწია და ამით დავიკავით მეორე ადგილი. როგორ შეაფასებ დღევანდელ შედეგს და გუნდის შედეგს? მონაწილეობა მივიღეთ 4 წონის კატეგორიაში, 3 ოქროს მედალი მოგვაქვს და 1 ვერცხლის მედალი. თოკოს ვერცხლის მედალიც ისე იყო, რომ ძალიან რთულ ბრძოლაში დავკარგეთ. რეალურად ცუდი შედეგი არ არის ხა 4 წონის კატეგორიაში 3 ოქროს მედალს რო წამოვიღეთ, მაგრამ ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქონდა ნავარჯიშები, მეც ველოდებოდით და მეტი გვინდოდა. ამიტომ მოდით არ დავიწყებთ კარგზე ლაპარაკს და აწი იმაზე ვიფიქრებთ, რა დავაშავეთ, რა იყო ცუდი, რატო ვერ მოიგო თოკომაც, ვიფიქრებთ ამაზე და შემდეგ შეჯიბრზე გამოვასწორებთ და შევეცდებით, რომ შედეგი კიდევ უფრო უკეთესი და კიდევ უფრო მაგარი იყოს. ბიჭების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ნიკა და ლუკა არიან, პირველი შეჯიბრი იყო მათთვის strongman-ში და მაინც თავიდან რაღაც პატარა დავნეულობას და რაღაცას ადგილი ჰქონდა, მაგრამ მაინც გამოსწორდნენ ბიჭები უკვე ბოლოსკენ გაიხსნენ, ასე ვთქვათ და კარგად გამოვიდნენ. პირველი ადგილი ორივე საკმაოდ კარგად და დამაჯერებლად დაიკავა და აი უკვე ყველაზე რთული ბრძოლა სადაც იყო და სადაც მოგვიწია, ეს იყო 105 წონით კატეგორია, სადაც გამოდიოდა ჩვენ თოკო. სიმართლე რომ ვთქვათ, თოკო ძალიან პატარა წონა იყო ამ კატეგორიისთვის, მაგრამ უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა წონით კატეგორიებში გვინდოდა გამოსვლა და თოკოს არ ქონდა ამაზე პრობლემა, რომ ჩაოლევროთ იასპარეზზე და 105 კილოში მაშინ როდესაც თვითონ 94 კილო ჩააბარა, თავისუფლად შეიძლება დაეყო რამოდენიმე კილო და 90-ში გამოსულიყო. მაგრამ გამოვიდით 105-ში და მაინც ძალიან რთული ბრძოლა იყო პირველი ადგილისთვის და უბრალოდ როგორც მოხდა და გაიმარჯვა იმან, ვისაც ყველაზე მეტად გაუმართლა. ეგ კი იყო 120 კილო წონით კატეგორია, სადაც ჩვენი გუნდიდან ასპარეზობდა ჩვენი გუნდის სახელით ლაშა ჯოხაძე. ლაშა საკმაოდ კარგად გამოვიდა. 120 კილო წონით კატეგორიაში ესეთ სიტუაცია დაალაგდა, რომ ორი სპორტსმენი, ლაშა და მისი მოწინააღმდეგე შოთა, აი ყველანაირად ფრე გამოვიდა და ესე ვთქვათ საქართველოს ჩემპიონატზე პირველად ვნახე და ყველამ პირველად ვნახეთ, რომ აი ესე ორი პირველი ადგილი გამოიკვეთა და რავი, მაინც ყველანაირად კმაყოფილები ვარ, ძალიან ძლიერი ბიჭები არიან ყველანი და როგორც ბევრჯერ ვთქვი, ეს ყველაფერი დასაწყისია ისცაიდის გუნდისთვის. სოფლიო და ევროპის ასპარეზზე უკვე გუნდს კაპიტანით შეუერთდება ჭაბუკა. ყველა წონით კატეგორიიდან ჩამოვიტანთ საერთაშორისო დონის და უმაღლესი სინჯის მედლებს. სამწუხაროდ დავმარცხდით. მეორე ადგილი ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ არ არის დამარცხება, მაგრამ ჩვენთვის დამარცხებაა ეს, მაგრამ არა უშავს ასაკითად ძალიან პატარები. წინ გვაქვს დიდი მომავალი და აუცილებლად ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად მოვახერხებთ ჩემ გუნდთან ერთად, რომ მოვხსნათ მსოფლიო რეკორდი.